შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე გავრცელებული ინფორმაციით იქ ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა და ერთი დაჭრილი ახალგაზრდა ტერიტორიიდან ავტომობილით გაიყვანეს. ქეთა ციცქიშვილი არ ყვევს მომხდარის სხვა დეტალებს და ეს პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ქეთა რისი დადგენა ხერხდება ამ დროის არსებული მონაცემებით. პირველ რიგში გეტყვით, რომ შემთხვევა მოხდა დოლიძის 51 ნომერში, ზუსტად ჩემს უკან ჯერ კიდევ არის სისხლის კვალი, სწორედ ამ ადგილას ესროლეს ახალგაზრდა კაცს. მისი ვინაობა ჩვენთვის უცნობია, თუმცა რაც ვიცით და რასაც თვითმხილველები გვეუბნებიან, აქ მიმავალი ავტომობილიდან ესროლეს მას, რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმავე ავტომობილით მოხდა დაჭრილი პირის გატაცება, თუმცა ამ ეტაპზე ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაწყებულია გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის მუხლებით. ახალგაზრდა კაცი კი, რომელსაც ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან და არის დაჭრილი, ამ დროისთვის მოთავსებულია უკვე კლინიკაში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კონკრეტულად აქ მომხდარს დაახლოებით 11-დან 12-ის ნახევარამდე პერიოდში მოხდა ეს ამბავი. ბევრი თვითმხილველი არ ყავს, თუმცა აქ წინ არის ერთ-ერთი ობიექტი თონე, საიდანაც დაინახეს რა ხდებოდა და ასევე აქ ვინც ცხოვრობს ამ ადამიანებმა გაიგეს, აი აქ მაგალითად ამ კონკრეტულ სახლში გაიგეს სროლის ხმა, თუმცა შემდეგ რა მოხდა, ან ვინ არის დაჭრილი, ან სად ჰქონდა მას ჭრილობა მიყენებული, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ადამიანებს არ აქვთ. აქ უშუალოდ ამ ტერიტორიაზე კამერები არ არის, თუმცა ოდნავ ზემოთ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი კამერა, რომელსაც წესით უნდა დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი მაინც, საიდანაც მოხდა გასროლა, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია არიან თუ არა უკვე დაკავებული ის პირები, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიცით მანქანაში ერთი ადამიანი არ იყო, თავდამსხმელი ერთი არ იყო, არიან თუ არა დაკავებული ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სისხლიან დაპირისპირებაში. თონეში მუშაობდი და ხმა რომ გავიგონე ვიფიქრე რომ სხვა რამე მეგონა, მეგონა თუ რაღაცა ამიფეთქდა. სანამ გოს მომედი უკვე დაყვანილი იყო ის კაცი. კი დავინახე რომ იყო კაცი, დამჯდარივით იყო თუ რაღაცა და წამში უკვე არ იყო. ანუ გასროლის ხმა იყო რეალურად? გასროლის ხმა ფაქტია იყო თავისთავად. ვინ წაიყვანა არ დაგინახავთ? დავინახე რომ მანქანები მოძრაობდნენ ის დრო იყო რომ დაამოძრაობა იყო. ის მოხდა ყოფილა რა საღამოს 11 საათი. ის ახლა უყურებს ახლა 11 საათისთვის იყო? ალბათ ხომ ასე 11-დან 12-მდე. ასე იყო საღამოს 12-ის ნახევარი. და ვინ არის აქ ცხოვრობს სადმე ეს ბიჭი? არ ვიცი. აქ როგორც კადრში ხედავთ, ჯერ კიდევ რა თქმა უნდა არის ყვითელი ლენტით შემოღობილი შემთხვევის ადგილი, ასევე რჩებიან აქ სამ პოლიციელები, რომლებიც იცავენ შემთხვევის ადგილს, ასევე კადრებშიც მაყურებელი ნახავდა, რომ აქ არის მასრები იმ ტყვეების, რომლებიც ორი მასრა ყოველ შემთხვევაში ვნახეთ ჩვენი თვალით, რა იარაღიდანაც ისროლეს ის მასრები ყრია აქ ტერიტორიაზე. სხვა დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, ერთადერთი რაც არის ცნობილი, არის ის, რომ ორი მუხლით არის გამოძიება დაწყებული, ეს არის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა და ასევე ვიცით, რომ დაჭრილი ახალგაზრდა კაცი არის უკვე კლინიკაში მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასე გვეუბნებიან, მისი ვინაობაც ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუმცა ვიცით, რომ აქ მიმდებარე ტერიტორიაზე ახლოს ცხოვრობდა და ნაგვის გადასაყრელად იყო ის გარეთ გამოსული.